წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-ტაიმი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. სპორტ-ტაიმის სპონსორია სამშვიდიანი. სლოტ კლუბების ქსელში, სამშვიდიანში იღბალი შენს მხარეზეა. აქ მაქსიმალური კომფორტი და მოგების მაქსიმალური შანსია. მხოლოდ ჩვენთან ნოვომატიკის, ეჯეტეს, ოდრექსის ფირმის უახლესი ტიპის აპარატები და რულეტი. უფასო გამაგრილებელი სასმელები. ყოველდღიური ჯეკპოტები, უამრავი ფულადი პრიზი და ავტომობილების გრანდიოზული გათამაშება. პარკეტილში, ორთაჭალაში, ქალაქ რუსთავსა და მარნეულში. სამშვიდიანი. ვინც არ თამაშობს, ბერიგებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და აი ჩვენი ტრადიციული ორშაბათისეული სპორტული ტოქ-შოუ ამჯერად ის შეიძლება ითქვას რომ გახანგრძლივებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჩვენ ორ განსხვავებულ გადაცემას შემოგთავაზებთ ვიწყებთ აი პატარა მოკლე შესავალი მინდა გავაკეთო ნუ არის ჩვენთან საზოგადოების ნაწილი და ის ყოველთვის იქნება რომელიც არის მკვეთრად უარყოფითად განწყობილი აქვს უარყოფითი დამოკიდებულება საერთოდ აზარტული და სათამაშო ბიზნესის მიმართ და ნუ ამ კატეგორიას ახლა შეიძლება თამამად ითქვას რომ ჩვენ მიმავალი რა ევროინტეგრაციის და იგივე ევროკავშირისკენ ყველას მოусერებად რომ მთელ სოფლიოში ცივილურ ქვეყნებში ეს არის აბსოლუტურად კონტროლირებადი ნორმა ცხოვრების წესი ადამიანის თუგნება დაარქვით ჟინი ფსიქოლოგიური ფაქტორი აზარტი მით უფრო ასე ევროაზიურ სივრცეში მაცხოვრებელი ხალხისთვის და ამის წინააღმდეგ არსებობს ერთადერთი რამ რომ თავარია იყოს ყველაფერი მოქცეული სამართლებრივ სივრცეში სხვა კი დანარჩენი უკვე თითოეული ადამიანის არჩევანია ნუ ეს იმ კატეგორიის გასაგონად ვინც ასე დღენიადად თქვა აპროტესტებს თუმცა აქ ბუნებრივია გათვალისწინებულია იმ მრავალ ასეულ ათასობით ადამიანის ვისაც არ შეუძლია უბრალოდ ამის გარეშე ცხოვრება და უბრალოდ ისე უნდა დააბალანსო ბუნებრივია საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე რომ ამან შენ ცხოვრებაზე არ იმოქმედოს და ბუნებრივია არსებობს იგივე დაწყებული თუგნებად საბუქმეიკერო კანტორები ასევე სხვათა შორის აი გასართობი უამრავი თამაშები რაც მოთამაშეს ერთის მხრივ უკმაყოფილებს აზარს და მეორეს მხრივ აძლევს მოგების რეალურ შანსს და რო არ მოგეჩვენოთ თუ რატომ არის მოგების რეალური შანსი ამ შემთხვევაში ჩვენ მიმდინარე გადაშემასში უმეტესწილად აი შემოვიფარგლებით ლიდერი ქართულ სათამაშო სივრცეში გახლავთ 3-7-იანი ის არის მაქსიმალური კომფორტი მსოფლიოში წამყვანი ფირმის უახლესი ტიპის ნოვომატიკის აპარატები და აი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ 3-7-იანის ყველას კარგად მოხსენებათ რომ გრანდიოზული გათამაშებები ტარდება სოლტ კლუბების ქსელში 3-7-იანი სოლტ კლუბების ქსელში საპრიზო ფონდი მართლაც უპრეცედენტოა და ის 350,000 ლარს შეადგენს და თქვენთვის კარგად ნაცნობი ნიკა არაბიძე ნიკა უპირატესად მოგესალმები საღამოშვიდობის როგორ ბრძანდები როგორ გიგითხო მეც მოგესალმებით მივესალმები ჩვენს მენელს თქვენს მენელს ყველას და რა მიშავს მადლობთ გაიხარეთ აი ახლა მოდი დავიწყოთ ნიკა უშუალოდ მაინც უპრიანია რომ თქვენს მიერ იქნას გაჟღერებული რამე თუ თქვენ უშუალოდ აღნიშნული კომპანიის პრაქტიკულად ნუ შეიძლება ითქვას აი მამოძრავებელი ფიგურა ხართ იმიტომ თქვენს მიერ ხდება სწორედ ეს გათამაშებები და ყველა ასე ნიუანსში ხართ კარგად გათვითცნობიერებული მოდი დავიწყოთ იქით აი მე ვახსენე ნოვომატიკის აპარატები ამ სოფლიოში წამყვანი ფირმის უახლესი აპარატები და აი რას ნიშნავს ახლა ეს უახლესი ტიპი დიახ ცოტა შორიდან დავიწყებ ანუ ვიტყვი იმას რომ ყველას გვახსოვს ის პერიოდი როდესაც ეს სათამაშო აპარატები და შემოტანა და შემოსვლა დაიწყო საქართველოში და აი ამ აპარატებზე რაც შეეხება აი თანამედროვე აპარატებს თუ კი დაუშვათ ძველ და ამ წინა გამოშვებან იმის უფრო უკან კიდე ერთი თამაში შეგიძლია მხოლოდ ითამაშო აი ამ აპარატებს აქვს ფუნქციები სადაც ჩატვირთულია დაახლოებით 40-მდე შეიძლება მეტი თამაში და შენთვის სასურველი აირჩიო თვითონ მოხმარებელმა საკუთარი სურვილით ნებისმიერი აირჩიოს და ეს ისეთი აპარატები ანუ თანამედროვე სადაც შეიძლება ამერიკაში დგას იგივე სახის და ტიპის აპარატები რომელიც დგას აქ ჩვენთან 3-7-იანში ნიკა მე როგორც მენია აი სწორედ თქვენ ახსენეთ და
მართებულად რომ აი აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა გამოშვებით წლებს, ანუ რატო ხო უახლეს ტიპის რომელიც გაცილებით უფრო დახვეწილია, უფრო მრავალფეროვანს და მოგების შანსსაც საკმაოდ ზრდის, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით, ანუ ყველანაირად კომფორტულია მომხმარებლისთვის ეს თანამედროვე აპარატები, რა ვიცი, ნებისმიერ ჭრილში რომ განვიხილოთ ყველა შემთხვევაში. აი ვინც კარგად არის გათვითცნობიერებული, აი უფრო უმეტესად მათ საყურადღებოდ მე გავაჟღერებ უშუალოდ რა ტიპის აპარატებზეა საუბარი, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებულ პრემიუმ 5-ის EGT უახლესი ტიპის სლენტოპები, ანუ აპარატები, აი სხვადასხვა თქვენ ბრძანეთ ახსენეთ ამერიკა, იგივე ყბადაღებული ფლორიდა, ლას-ვეგასი ხო, სადამაშო ბიზნეს ცენტრი, თუგნებავთ იგივე მონტე-კარლო, სადაც აი სწორედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს EGT ტიპის სლენტოპები სარგებლობს და დიახ, გეთანხმებით და ანუ ჩვენც ახლა უბრალოდ ვართ იმ მატრიცში, ვინც ხარიაობა და მე მგონი ამაში ახლა ამას ვერ დაგვიწუნეს ჩვენი მომხმარებელი, იმიტომ რომ შეგვიძლია იგივე მონტე-კარლოში თუ ლას-ვეგასში თუ ატლანტიკ სიტიში ჩავძანდეთ და იგივე ტიპის და სახის აპარატები დახვდება. არაფერი, აბსოლუტურად შეიძლება მაქსიმუმ იყოს განსხვავება ინტერიერში, მაგრამ თვითონ სათამაშო გარემოს რაც შეეხება არის აბსოლუტურად იდენტური. კი ბატონო, და ამაზეც შემიძლია ვთქვა ერთი-ორი სიტყვით, რომ იქ ჩვენს ობიექტებზე ყველგან შექმნილი არის ყველა პირობა იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს მოთამაშემ თავი, შემოვიდეს, გაერთოს აბსოლუტურად უფასოა გამაგრებელი სასმელი ნებისმიერი და ყველა პირობა შექმნილი, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად, სიწყნარე სისუფთავე, რა ვიცი, ყველაფერი, ანუ არანაირი ნერვული ატმოსფერო, არანაირი ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე მოწესრიგებული და ასე რომ შეუძლიათ აი ესე შეიძლება დაისვენოს და თინ პარალელურად რომ იყოს იგივე ფასიანი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც არ მიუხედავად იმისა, რომ ბარია, ხო, ის არ განსხვავდება ჩვეულებრივი საცალო ღირებულებისგან დიდად, ხო? კი ბატონო, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი მას, ეს ალკოჰოლური სასმელი ახლა ვიპ კლიენტებისთვის არის უფასო, მაგრამ ეს ყავა, ჩაი, გამაგრებელი სასმელი, წყალი, ნებისმიერი წვენი, ეს ყველაფერი შედის იმ უმსახურებაში, თუ კი შევბრძანდები და დავბრძანდებით აპარატთან, ეს ყველაფერი იქნება. ეს მართლა ჩვენთვის უცხოხილია, იმიტომ რომ აი ხა თქვენ ბრძანეთ, როცა დაიწყო აპარატების შემოსვლა, ეს იყო თუ მეხსება ამგვარდობს 90-იანი წლების შუა პერიოდიდან თუ უფრო მიწურულიდან, ხო, ნუ აი ეს პერიოდი იყო და მაშინ იყო ბევრი რამ დასახვეწი, ნუ რა დასამალი და მაშინ იყო აპარატების აბსოლუტური ნაწილი საკმაოდ მოძველებული, მწყობრიდან გამოსული, უხარისხო ხდებოდა ხშირად ეს ეგრეთ წოდებული მონეტების შაყლაბა, კომბინაციების არევა, ეს იწვევდა მე მაშინ მოთამაშე და უკმაყოფილებას, ვნებათაღელვას და აი ამ ფონზე ეხა თქვენ რა ბრძანეთ, ეს მართლა 3-7-იანის უდაოდ, არ ვიცი ხა ქების და მადლიერების რა გვეთქმის, რომ მაქსიმალურად ხდება აი მოთამაშის ფსიქოლოგიური გაწონასწორება და რაც თავარია იმ სამართლიანი გარემოს და სივრცის შექმნა, რაზეც მე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მეც იმას ვიტყვი, რომ აი ძალიან დიდი ხანი არ ვიყავი, ახლა მე ჩახედული, ასე რომ ვთქვა, თამაში ძალიან გამიკვირდა ბევრი რაღაც, როცა მივედი და როგორი მახსოვდა და თურმე ახლა როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ეს ყველაფერი და ნორმალურად განავითაროს ეს სათამაშო აპარატებიდან დაწყებული მომსახურების სფეროთი დამთავრებული ზოგადად და ატმოსფეროს შექმნით. ყველანაირად ძალიან დახვეწილი და 10-ჯერ და 10,000-ჯერ მეტად უკეთ წარმოდგენილი. კარგი იქნება, რიგა, კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რომ ეს არის პრემიუმ 5-ის EGT უახლესი ტიპის სლენტობები, ანუ აპარატები, გარდა ამისა, უახლესი ტიპის ასევე EGT-ს და ოდრექსის ფირმის რულეტები, ეგრეთ წოდებული, აი, რულეტკას რო ვეძახით, ასე ხო? რულეტკას რო ვეძახით, ესეც განსაკუთრებული ის აპარატებია. და პირველად საქართველოში 3-7-იანში დაიდგა ესეთი ნიკა მოვიდეთ, ესე იგი პრაქტიკულად განსხვავება უშუალოდ აი რაც წარმოდგენილია, აი მარტო ჩვენ რო ახსენეთ ეხა EGT-ის და ოდრექსის ფირმის რულეტები, რომელიც 3-7-იანს თავის ყველა ფილიალშია აბსოლუტურად განთავსებული, უკვე თითქმის არ განსხვავდება სამრინისგან, ხო?
კი ბატონო, უბრალოდ აქ არ გემსახურება დაუშვათ კრუპიე. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის პრაქტიკულად განსხვავება. თვითონ წვითან ყველაფერს. აი დანარჩენი დადების ფორმა, აღება, სექტორები, ფერები, ყველაფერი აბსოლუტურად იდენტური, როგორც შეგიძლიათ კაზინოში შეხვი, იგივეა, უბრალოდ კრუპიე არ გემსახურებათ, საკუთარი ხელით აკეთებ. მე ხარ რაც მსმენია. ნებისმიერ მოთამაშეთა კი, მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ნაწილისგან პირადად რამსმენი არ ვიცი, ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრ სხვათა შორის არც სიამოვნეს კრუპიის წინამდე თამაში და ურჩევია ასეთ გარემოში. კი ბატონო, კი, საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანი, რომელსაც ურჩევნია თვითონ ყველაფერი გააკეთოს და კრუპიის არ მიანდოს თამისი. გარდა ამისა, სამშვიდიას კიდევ ახალ, აი ზუსტად ამ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით აქვს სუპერ ანუ ეგრეთ წოდებული V+-ები. აი ესეც მნიშვნელოვანი იგროსოფტები და ადმირალის ტიპის აპარატები. ეგ ადმირალზე როგორც მენი არის ხოლმე მოთამაშეების ყოველთვის რაღაცეთი განსაკუთრებული მოთხოვნები. ხო, ნუ არ ვიცი, ეხლა ამაში უფრო მოთამაშეები რკოვენ, უბრალოდ მეც ვიცი იმ დონეზე, რასაც ახლა მოგახსენებთ, რომ ძალიან მოთხოვნადი ის არის, რა ქვია რა. სათამაშო აპარატები რა. აი ეს ძვირფასო მეგობრებო, უშუალოდ ეხლა მე და ბატონიკა გაცნობთ იმ გარემოს, ჯერ რეალურ სათამაშო გარემოს, სადაც აი რო გქონდეთ რეალური წარმოდგენა თუ ჯერ ვისთან, კერძოდ რა ფირმასთან გაქვს საქმე, ნუ ეხლა ყველას გაგიგია თქვა. კი ბატონო, 3-7-იანი ეს უკვე არის განთქმული, იმიტომ რომ ის მართლაც უპირობო ლიდერია სხვათა შორის, აი გასართობ ასე დასასვენებელ, გასართობ აზარტულ სფეროში, ნუ ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს სამოქმედო სამყარო სხვა, აი იმის მიღმა რაც არის გასართობი და აზარტს უკავშირდება აზარტულ გასართობი თამაშები, აი სწორედ 3-7-იანი გახლავთ უპირობო ლიდერი და აქვს რიგი ფილიალები გარდა დედაქალაქისა. მოდი ბატონიკა დავიწყოთ, იცით დედაქალაქში არის ორი საკმაოდ მსხვილი კი ბატონო, ვარკეთილში და ორთაჭალაში. ვარკეთილი ეს გახლავთ ჯავახეთის 32 ნომერი, ეს არის საკმაოდ ახლოს, აი თითქმის მიმდებარე არა, მაგრამ რაღაცა 200 მეტრი არ მისული მეტრო ვარკეთილამდე. ხო, პრაქტიკულად თუ კი მეტრო ვარკეთილდან მოხვდებით, ასე ვთქვათ, მოძიება თქვენ 3-7-იანის სოლკლუბსელის არ უნდა გაუჭირდეთ. ასევე შეიძლება ითქვას მეორე ფილიალზე, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს. დიახ, ეს არის გულიას პირველი ნომერი და არის ორთაჭალის ავტოსადგური და ძალიან ისეთი ადვილად მისაგნები. არა, ორივე ხა ისე ჯერ იმ მეტრო და მთელი ყველანაირი ტრანსპორტი, რაც იქიდან მიმართულებით მოდის, უხეშად რო თქვა, ვარკეთილს ვერ გადაახტები სრული შემთხვევაშიც კი. ხო, რაც შეეხება ორთაჭალა აქეთ ამყარეს კი, ცენტრია და ქალაქის ცენტრიდან არაფერი. გარდა ამისა, 3-7-იანს გააჩნია ფილიალები, ორი ფილიალი აქვს რუსთავში, ისევე როგორც დედაქალაქში, ორი სოლკლუბის წარმოდგენილი და ასევე ქალაქ მარნეულში. კი ბატონო. და მე ბოდის გიხდით, მე არ მეურდები და ვიტყვი იმას, რომ როგორც თბილისში, ასევე ნებისმიერ ქალაქგარეთ, იგივე რუსთავში ორივე ობიექტზე და მარნეულშიც ანალოგიური სიტუაცია ყველა შემთხვევაში მე გულისხმობ ამას, რომ იგივე აპარატებს, კომფორტს, მომსახურების დონეს და ასე შემდეგ, ყველანაირად. და ბატონო, აი სანამ ჩვენი განაცემის პირველი ნაწილი დასრულდება, აქ ტრადიციული გარდაუვალი სარეკლამო ჯერა, მანამდე მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, თქვენ ახსენეთ, რომ აბსოლუტურად უფასო გამაგრილებელი სასმელები, რაშიც გარდა ამისა შედის ყავა, ჩაი, ასევე ლუდი, ხო, ნუ ფასიანი ალკოჰოლური სასმელები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში, ასე რომ აი ტრადიციული ისე ბარის ეგრეთ წოდებული სლენგისთვის ბოდის მოიხდე უხდება, ხო, ქალაქურად ნაცენკა და ის არაა, გარი ზუსტად არაფერი. თითქოს არ განსხვავდება ჩვეულებრივი. და თქვენ ბრძანეთ, რომ საკმარისი შემოვიდეს მოთამაშე, მას არანაირი ასე ვთქვათ, არანაირი ბარათის აღება არ ჭირდება და ეს ყველაფერი შედის უბრალოდ მის სათამაშო. და აი თუ არის ეხა იკითხავს ბუნებრივი მოთამაშე რაღაცა თანხა განსაზღვრული, ხო? აქ მნიშვნელობა მაბადია, თქვათ რა თანხით თამაშობ, ბატონო, თქვათ 10 ლარი თამაშობ, 100, 1000 თუ არა, აქ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, უბრალოდ თუ კი არაწყვეტს ადამიანს შემოვა, ის 100 ლარს თამაშობს, 100 ლარზე თუ 50-ზე თამაშობს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ესეც მაბადია არის სიახლე, ბატონიკა, მოხსენება ნებისმიერ სათამაშოში ყოველთვის იყო ხოლმე რაღაც განსაზღვრული, რომ ეხა მაბადია და ცოტა ეხა ისეთ ხელმოკლე ადამიანებს, ცოტა
ეგ მაშინ გაჩნდა ხო ეს ეგრეთ წოდებული VIP კლიენტები და ხო VIP განისაზღვრებოდა თანხი და არა იმით აი ძვირფასო მეგობრებო აი ასეთი გარემო შეგიქმნათ 3-7-იანმა თუმცა რა თქმა უნდა 3-7-იანი მარტო ამით არ იფარგლება მოგეხსენებათ რომ უკვე რეგულარული ხასიათი აქვს ასე არ აქვს მნიშვნელობა თან წელწადის არანაირ დროს ხო ბატონო არც ზაფხული არაფერი არ დასვენება არის გრანდიოზული გათამაშებები და აი ამ გრანდიოზული გათამაშებების უწყვეტ რეჟიმში კვირაში ორჯერ თან ხო და არის საკმაოდ სერიოზული პრიზები ფულადი და ასევე 3 ავტომობილი აი ყველაფერი ამასთან ერთად ვსლად ნიკა არაბიძესთან ერთად რამდენიმე წუთში დავბრუნდები და მოისმენ დეტალურ ინფორმაციას თუ აი რა და როგორ აი სად როგორ მიიღონ მონაწილეობა გათამაშში იმიტომ რომ ბევრი იბნევა სმენიათ ალბათ თქვენს ბატონიკა რომ არ არის ბოლომდე გაცნობერებული უნდა მონაწილეობის მიღება იქ ვერ ასწრებს მერე გული წყლება და აი ყოველივე ამის შესახებ ძვირფასო მეგობრებო ნიკა არაბიძესთან ერთად ჩვენი სარეკლამო ჭრის შემდეგ ანუ რამდენიმე წუთში დაგებრუნდებით დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად გებრუნდებით ძვირფასო მეგობრებო მარტაც 3-7-იანი ეს გახლავთ ჩვენში საქართველოში აზარტულ და გასართობ თამაშების უპირობო ლიდერი კიდევ ერთხელ მოკლედ იმის შესახებ რომ თქვენ მაქსიმალური კომფორტული გარემო და ასე სათამაშო ატმოსფერო გაქვთ შექმნილი 3-7-იანის უკლებლივ ყველა ფილიალში და რაც მთავარია როგორც ჩვენი გადაცემის სტუმარმა ნიკა არაბიძემ აღნიშნა მსოფლიოში წამყვანი ფირმის უახლესი ტიპის ნოუმატიკის აპარატები რაც ყოველგვარ ლაფსუსს ხსნის და თქვენ გაძლევთ სათამაშო გარემოს, შინებულ გარემოს და მოგების რეალურ შანსს. ბატონიკა, ჩვენ შევჩერდით საკმაოდ საინტერესო მომენტზე, რომ აი უშუალოდ ის გრანდიოზული გათამაშები, რომლის ამგვარი თქვენ ბრძანდებით, მოდი დავიწყოთ აი ცოტა შორიდან, როდის დაიწყო ეს გრანდიოზული გათამაშები და შემდგომ უფრო ვრცლად და როგორ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ელემენტარულად ნებისმიერმა ადამიანმა მათ შორის ვინც თქვათ არ არის უშუალოდ აპარატებით ხო დაგებული მათაც შეუძლიათ ხო ამ გათამაშებაში ან ნებისმიერ ადამიანს ამ შემთხვევაში აქ ეს აპარატები იქნება თუ ეგრეთ წოდებული რულეტკა იქნება ნებისმიერ ადამიანს მაინც აქ დავიწყებ იქიდან რომ მომგებიან კომბინაციაზე რაც მომგებიან კომბინაციაზე სადაც ეს უშუალოდ იქ ძალიან კარგად აგიხსნიან ჩვენთან ყველაფერ ამას მომგებიან კომბინაციაზე ეძლევა გათამაშების ბილეთი ადამიანს და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობით უგროვდებათ ეს ბილეთები ვინა გითხრათ და რა აქვს მნიშვნელობა ეს აპარატზე იქნება რულეტკაზე იქნება ყველა ვინც კი შედის იქ და რაიმეს ნებისმიერს გასართობს ნებისმიერ თამაშზე ეძლევა ეს ბილეთები. შემდეგ ეს ბილეთების მაბადია აქაც არ არის მინიმალური ზღვარი ხო განსაზღვრული თანხის. აგნებოდ 5 ლარი, გნებოდ 100 ლარი. თამაშობდეთ 5 ლარი, შეიძლება თამაშობდეთ 1 ლარი, შეიძლება 10 ლარი, 50 ლარი, ასე შემდეგ. ესეც არ არის განსაზღვრული. მე სრული შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში 3-7-იანის ხელმძღვანელობა მაძლევს. დიახ და დავიწყებ იქიდან რომ თავიდან ცოტა ეს გათამაშების ბილეთებს სკეპტიკურად უყურებდა ჩვენი ერთგული მოთამაშეები ასე რომ ვთქვათ და მაგრამ ცოტა ხანში უკვე ახლა არის ასე რომ ვთქვათ ბუმი ამისი და არავინ ბილეთს არ იღებდნენ ბილეთს თავიდან და მე კიდევ ერთხელ ეს მოვიდა ჩვენში ეს უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბდა თვითონ უშუალოდ აი გათამაშებების მიმართ ისეთი დამოკიდებულება ცოტა უარყოფითი მაგრამ მოგლობის ფაქტორი გქონდათ რომ თითქოს ყველაფერი ჩაწყობილია რომ იქ თავის ხალხი და ასე შემდეგ და კი ბატონო მაგრამ ვინც მობძანდება აი გათამაშებაზე საკუთარი თვალით ნახავს და ეს ვინც იცის უკვე ისინიც დამერწმუნებიან ამაში რაოდენ გამჭვირვალე პროცესია ყველანაირად ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ რაღაც ასეთი დამოკიდებულება სკეპტიკურ უნდა გქონდეს. არა თან ისეთ რა რომ უხე ეხა ფაკირის ისის რომ მოგიწიოს გან შესრულება ხო ესეც არ გამოვა იმიტომ რომ ყოველთვის ხალხი ესე იგი გამჭვირვალებერანგი ანუ მოკლეკლავიანი მე ეს ბაბადია დიღებთ ქაღალდებს და ეხა იყო გადაღებული ის მაშინ პატარა გადახვევას გავუკეთებ თქვენი ნებართვით ის რო ეწყობოდა უშუალოდ ჩვენში ფეხბურთის სადასო ბატალიებს ეხებოდა და ბურთულებს რო ყინავდნენ ეხა ქაღალდს ვერ გაყინა უკვე და ერთნაირად ხელში ვერ ისეც გამორიცხულია ყველა ვარიანტი და გავაგზავნე მეკითხა რომ ყველანაირად გამჭვირვალე პროცესია ხო და ეხლა როგორც უკვე მოგახსენეთ არის ბუმი ამისი არავინ არ ტოვებს ბილეთს და ეს არის 3-7-იანის ადმინისტრაციისგან
კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ დამატებითი შანსი თავის მოთამაშეებისათვის აქ ყოველ შაბათ დღეს, მაგალითად ავიღოთ ეს გათამაშება, შაბათ დღეს და ისევე ყველგან თამაშდება 1500 ლარი საპრიზო თანხა ყოველ შაბათ დღეს და 25 ავტომობილის გათამაშების ბილეთი თუ კი ვინმე მოხვდებით და გაივლით ორთაჭალასთან ნახავთ რა როგორი ავტომობილი დგას და როგორი ავტომობილი გათამაშდება ცოტა ხანში მე ვიძახი რომ ჩემთვის პირადად ეს საოცნებო ავტომობილია და ალბათ სამ ავტომობილზეა ხო საუბარი როგორც მეგობრებო ეს არის კი ბატონო Mercedes Kia და BMW აი როდის მოხდება უშუალოდ ავტომობილების გათამაშება ეს ავტომობილების გათამაშება მოხდება წინა საახალწლო დღეებში რა აი ჩვენ მაგ ზუსტად 26 და 27 დეკემბერი აი დიახ მოხდება ავტომობილების გათამაშება და რაღაც ბედნიერი ერთ-ერთი წაიყვანს ფეხით მოსული წავა საკუთარი ავტომობილით სახში შეუძლია. ნუ ამის გარდა ამ გათამაშებას რაც შეეხება მე მოგახსენებთ რომ ჩვენ გვაქვს ორჯერ ხო? ოთხშაბათს და შაბათს ხო? და ამის გარდა ეს გათამაშება როგორც წაღან აღნიშნე არის დამატებითი შანსი კიდევ მოთამაშეებისთვის ყოველდღიურად გათამაშებაშია ანუ ეს უშუალოდ აპარატებს ეხება თამაშდება 700 ლარიანი ჯეკპოტი და ამის გარდა ასე დავარქვი შვილობილი ჯეკპოტები ანუ 200 ლარიანი ჯეკპოტები და ეს ძალიან სისტემა ანუ ხშირად თამაშდება და რაც ძალიან მოსწონთ ჩვენს მომხმარებელს ვინც დადის ჩვენთან და ამის გარდა აი ეგრეთ წოდებულ რულეტკაზე არსებობს მეგა ჯეკპოტი და ეგრეთ წოდებული ლაკი ნამბერები თამაშდება და ეს საკმაოდ ისეთ სოლიდურ თანხაში ადგენს ხოლმე და ძალიან რა ვიცი ვინც თამაშობს ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილება ამ ხრივ არავის არ გამოუთქვამს რომ ეს ასეა და რატო ასე არ შეიძლება რომ იყოს ასე რომ სულიად უკმაყოფილებს ჩვენი ყველაზე პრეტენზიული მოხმარებლის მოთხოვნასაც კი ამ შემთხვევაში აი თუ გახსოვთ რაც დაიწყო ეს მართლაც გრანდიოზული გათამაშებები ისე თუ გახსოვთ მეხსიერებით რა იყო მაქსიმალური მოგება თქვა ერთ მოგებაზე რაც იქნა ეს გათამაშება ამ შემთხვევაში ახლა იქ თანხა რომელიც აღნიშნეთ რა ეს არის გადანაწილებული ნუ ფულადი თანხა ყოველ კვირეული თამაშდება მე ასე ვიტყვი 1500 ლარი და ამის გარდა ეს არის მე ყველაზე მაქსიმალური ნუ მე გეტყვით იმას რომ აი ეს ავტომობილი არის ნუ სამი პრესტიჟული Mercedes Kia და BMW უახლესი ტიპის ავტომობილები სერიოზული ავტომობილები საკმაოდ ძვირადღირებული სამივე ეს კი ბატონო ანუ რამოდენიმე თვის განმავლობაში თამაშდება ყოველთვის ავტომობილი და ამას აქ ანუ უწყვეტ რეჟიმშია ანუ ეს როცა დამთავრდება ერთი გათამაშება ამ ავტომობილის გათამაშება ნუ ყოველკვირეული იმის გარდა რომ 1500 ლარი თამაშდება და ავტომობილის ბილეთები როცა მივალთ და დასრულდება ავტომობილის გათამაშება იმანქანაც წაიყვანს მისი მფლობელი და შესაბამისად დაიდგმება უკვე ახალი ავტომობილი და ისევ გრძელდება ანუ თავიდან იწყება კიდევ ავტომობილის გათამაშება ანუ ეს ხდება უწყვეტ რეჟიმში რა არ ვიცი მე მგონი ეხა მაქსიმუმი ეს არის მართლაც ამ ეტაპზე 3-7-იანმა რაც გააკეთა და როგორც თქვენ გადაცემის პირველ ნაწილში აღნიშნეთ მაქსიმალურად დაახლოვა აი თანამედროვე მსოფლიო მეგა სტანდარტების მქონე უშუალო სათამაშო ასე აზარტულ გასართობ სათამაშო ქსელებთან იგივე ისევ და ისევ გამეორდებით გნებავთ ფლორიდა ლას-ვეგასი გნებავთ მონტე-კარლო ნუ უპრიანია რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ რომ აი ეს ნოვომატიკის აპარატები ეს უახლესი ტიპის ეს არის პრემიუმ 5-ის EGT უახლესი ტიპის სლენტოპები ანუ აპარატები გარდა ამისა უახლესი ტიპის EGT-ს და Odrexis ფირმის რულეტები ანუ ეგრეთ წოდებული რულეტკები ხო რაზეც საკმაოდ დიდია მოთხოვნილება ეგრეთ წოდებული V+-ები იგროსოპტები და ადმირალის ტიპის აპარატები და თქვენ აღნიშნეთ რომ აი რულეტკებზე ასევე დამატებით 3-7-იანს გააჩნია იღბლიანი ციფრის ჯეკპოტი ანუ ეგრეთ წოდებული ლაკი ნამბერი რაც მოთამაშეთთვის კი ბატონო კიდევ ესეც ასე რომ ვთქვა დამატებითი შანსია ნებისმიერი ადამიანისთვის
და აქვე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ სულ რაღაც ერთი თვეც არ არის გასული ვარკეთილის ფილიალში სამიშვიდიანისა გათამაშდა შესანიშნავი ავტომობილი მინდა მიულოცო მის მფლობელს ავტომობილი BMW გათამაშდა ძალიან კარგი და შესაბამისად გათამაშების მორჩენიდან დაიწყო ისევ ახალი გათამაშება ასე რომ ყველა წარმატებებს უსურვებ და რა თქმა უნდა უსურვებ მოთამაშეს წარმატებებს მადონიკა მოდი კიდევ ერთხელ ესე იგი ჩამოყალიბდეთ ასე სმენელს რომ უფრო კიდევ ერთხელ კონდეს კონკრეტული წარმოდგენა რომ ხომ არ მეკითხავს თავარი ანუ 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ხდება მომსახურება? კი ბატონო, მომსახურება არის უწყვეტ რეჟიმში დღის და ღამის ნებისმიერ დროის მონაკვეთში შეგიძლიათ მოვძანდეთ და ახლა შეიძლება გავაჟღეროთ კიდევ ერთხელ მისამართები ორ-ორი ფილიალი ფუნქციონირებს დედაქალაქსა და რუსთავში. დედაქალაქში კერძოდ ეს გახლავთ ჯავხეთის 32 ნომერი ეს არის არმისული იქვე აი მეტრო ვარკეთილთან ნუ თითქმის მიმდებარე ტერიტორია და მეტრო ვარკეთილთან თუ მოხდება საკმაოდ იოდა ტიპოვის მოთამაშე ორთაჭადაში ეს პირდაპირ მიმდგარია ავტოსადგურს და იქ ავტოსადგურთან უკვე თავადი ხილავს უკვე კითხვას არ დაჭირდება რაც შეეხება რუსთავს აქაც ორი ფილიალი და ასევე ქალაქ მარნეულში და სხვადასხვა აი ეს მინდა კითხოთ ბანონიკა რუსთავშიც და მარნეულშიც უწყვეტ 24 საათიან რეჟიმშია მომსახურება კი ბატონო აქაც 24 საათიანი რეჟიმია ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობძანდეთ. და აი ის რაც ბადონიკამ უკვე აღნიშნა მე კიდევ ერთხელ განმეორდები რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა თანხი თამაშობს არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თუ ზემოთ ჩამოთვლილი აპარატების რომელ ტიპს იყენებთ ყველა შემთხვევაში გეძლევათ უშუალოდ აი ეს ბარათი რომელიც შემდგომ უკვე 3-7-იანის გრანდიოზულ გათამაშებაში ღებულობს მონაწილეობას. და აი ხნის განმავლობაში ამის გარდა შემიძლია ასეც გითხრათ რომ ეს არის ყოველკვირეული გათამაშება ხო? რასაც თქვენ სიტყვაზე შაბათიდან შაბათამდე მოაგროვებთ ამ ბილეთებს შაღრი დოლურაში ასევე ადამიანს ანუ ეს არ არის დაუშვათ რომ იმ შაბათს მთავრდება იმის გათამაშება შეუძლია ადამიანს თუ კი იმ შაბათს არ ცალია დაუშვათ მომავალ შაბათს ანუ ის არ კარგავს ანუ ყავლი არ გადის დრო და და 27 სანამდე ავტომობილის გათამაშება რა თქმა უნდა ანუ საუბარი აქ უკვე 26 და 27 იმიტომ რომ აი ეს ავტომობილები ჩვენს მიერ გაჟღერებული ძვირფასო მეგობრებო ასე ვთქვათ აი სეზონის ანუ წლის დამაგვირგვინებელი შეიძლება ითქვას ესე მართლაც გრანდიოზული სუპერ გრანდიოზული შოუ წინა საახალწლოდ მოხსენება უამრავი სიურპრიზი და მათ შორის 3-7-იანის მხრიდან სწორედ 26 და 27 დეკემბერს მოხდება უკვე თქვენს მიერ ხსენებული ავტომობილების გათამაშება. კი ბატონო და საკმაოდ კარგი ახალი წელი გაუთენდება იმ ადამიანებს დარწმუნებული ვარ. რა გუჩვევა ბატონიკა უსურო წარმატება მოთამაშეებს და კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ რომ სწორედ აი ხსენებული ტიპის აპარატები და ყველაფერი ის რაც უკვე ყველაფერი არის სამართლების სივრცეში მოქცეული ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი აი საკმარისი უბრალოდ ელემენტარულად ხო არ არის ხა მაინც და მაინც უხეშად რო თქვა გატყავდე კაცი და ეს არაფერი ელემენტარულად ხო დადე თითამაშეთ 5-10 ლარი თუ ისე სიმბოლურად ეხა უხეშად უტრირებ და შესაბამისად თავად დარწმუნდებით ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სრულ სიმართლეში ამისთვის კი ეწვია ძვირფასო მეგობრებო 3-7-იანს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თბილისში რუსთავსა და მარნეულში 3-7-იანი სლოგანი ვინც არ თამაშობს ვერ იგებს ნუ ეს ასეა ხო კტორიბიო შამპანსკეო ხო რა თქმა უნდა მე რა ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აქ ყველანაირი პირობა იმისთვის შექმნილი რომ ადამიანი გაერთოს ნორმალურად დაისვენოს და აი წყნარ მშვიდ გარემოში და ამის გარდა კიდე როგორც ახლა გათამაშებებთან დაკავშირებით მოგახსენეთ კიდევ 1000-ზე დამატებითი შანსი აქვს იმისი რომ შეიძლება ადამიანმა მოიგოს ბევრნაირად და ბევრი შანსია იმისი და რამოდენიმე და როგორც ჩვენი 3-7-იანების ადმინისტრაცია გვირდება ესეთი სურპრიზები ეს არ არის ერთი და საბოლოო მომავალშიც იქნება და ამის შესახებაც მივაწვდით ჩვენს მომხმარებელს ინფორმაციას წარმატებებს გისურვებ და ვიქონიოთ იმედი რომ უშუალოდ აი ჩვენ და სხვა შორის ისე ძვირფასო მეგობრებო მე ჩვენს ყოველ სპორტაიმში იქნება გაჟღერებული უახლესი ინფორმაციები რომელიც 3-7-იანი საქმიანობს იმიტომ რომ 3-7-იანის ხელმძღვანელობა გეგმავს აქ რიგი პროექტების არის ესე ჯერ ზოგადად დავაანონსებ განხორციელებას უბრალოდ არ დავკონკრეტები ამ შემთხვევაში ისინი როგორც კი დაიწყებს ფუნქციონირებას ჩვენს მიერ თქვენ მყისიერად იქნებით ინფორმირებული გისურვებ წარმატებას მე კი ბადონიკა მადლობას მოგესალმებ გადაცემაში მონაწილეობის მიერ მადლობთ და ყველას ვემშვიდობები. წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები.
პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ-თომი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.